მე მივხვდი ხელოვანი ხალხი რატომ გონიათ გიჟები. ისინი ცენტრირებულები არიან თავიანთ თავში და გარშემო რაც ხდება სულ არ აინტერესებთ. მხოლოდ იმითი არიან დაკავებული, რა შექმნან კარგი. და რაც უფრო ცენტრირებული არიან თავიანთ თავებში, მით უფრო შედევრალური რაღაცები გამოსდით. ანუ მარტო მხატვრები კი არა, ზოგადად ხელოვანი ადამიანების მუსიკა იქნება სამწერლობა, პოეზია თუ ასე შემდეგ რა. ანუ ხელოვან ხალხს თუნდაც სახიობი ცოტა სხვა რაღაცა, მაგრამ მაინც რაღაც მომენტში აი რეჟისორი შემიძლია ჩავსვა ამ მომენტში. ანუ ის რაღაცას რო ქმნი შენსას, ანუ პიროვნება საერთოდ აფშუაში არ არის. ანუ ის დინება რომ მოდის და რაღაცას რო ქმნი, მაგ დროს არ გაინტერესებს არაფერი, მაგ დროს დრო არ არსებობს, არაფერი არ არსებობს, საერთოდ უბრალოდ ქმნი. ანუ ეს შემოქმედ ხალხს უფრო შეუძლია ამის გაკეთება. ანუ ისინი ვინც აქ ამ კოდებით არიან ჩამოსულები, რომ ანუ დაეხმარონ კაცობრიობას, რაღაცა სილამაზები შექმნან, რაღაცა შექმნან, აი თავიდანვე გაწერილია, თუმცა ვინც ამითი არ არის აქ ჩამოსული და შეძლებს იმას, რომ გახსნას თავის თავში ეს შემოქმედებითი დინება, მასაც შეუძლია გააკეთოს. ანუ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ეგ გააკეთოს, უბრალოდ არის უნდა მოინდომოს. თუმცა ყველას თავისი გზა აქვს მაინც და ანუ რა გზაც აქვს გასავლელი, ის გზა უნდა გაიაროს აუცილებლად, ვერაფერს ვერ გადაახტები. ანუ როგორც მოდიხარ, რა გზითაც მოდიხარ, ის გზა უნდა გაიარო აუცილებლად. ანუ ყველა ემოცია ის, რაც გჭირდება შენი მონადისთვის შესაგროვებლად, ის უნდა გაიარო. და აქ ამ განსხეულობაში რა ემოციაც გჭირდება, იმას გაივლი. თუ გჭირდება ის, რომ გახსნე შემოქმედებითი ნაკადი, აუცილებლად მიხვალ იქამდე, რომ ის გახსნა. აი ახლა ეს ამას არ ვწერ საერთოდ ზოგადად ფურცლებზე ვწერ ხოლმე, თაბახის ფურცლები, მთელი დასტა მაქვს ნაყიდი, იმაზე ვწერ ხოლმე და მე გადავხედავ ხოლმე და რაღაცებს ჩავასწორებ და მე ვკითხულობ ხოლმე ეს ვიდეოში და ეხლა ამ წუთას არ დამიწერია რა, პირდაპირ საუბრობ. ხო და კიდე ერთ რაღაცას მივხვდი, რომ ანუ მე სულ ფიქრობდი, ანუ მე რითი დავიმსახურე, რა გავაკეთე ისეთი, რომ მე გამეხსნა ეს საკრალური რაღაც საიდუმლოებებზე ცოდნაზე წვდომა. ანუ ის რომ მთელი ცხოვრება ესე ვთქვათ ვიყავი დებილი, ანუ ძალიან ესე ვთქვათ ბევრჯერ კი არა და სულ მთელი ცხოვრება მეორე ლოყაც მიშვერილი მქონდა, ანუ სულ მქონდა გულში ის, რომ აი იმან ეს იმიტომ ქნა, რომ არ იცის რატომ ქნა, უბრალოდ ქნა რაღაცნაირად. მას ეს გაუცნობიერე, ნუ რა თქმა უნდა, ხა იმის მხრიდან ის თავის აქციაზე თვითონ აგებს ყოველთვის პასუხს. უნდა თუ არ უნდა, მაინც ანუ ცნობიერად გააკეთა თუ არა ცნობიერად, ის ყველა ვარიანტში თავის პასუხს აგებს. მე ჩემი დავიძახი, რომ ანუ მე სულ ფიქრობდი, რომ ის იმან გაუცნობიერებლად გააკეთა, აი უნდა ეპატიოს მაინც რაღაცა, იმიტომ რომ მეც არ ვიცოდი სინამდვილეში ეს ენერგიების დონეები როგორ არის და რა, ანუ თვითონ ბალანსი როგორ არის, ანუ მეც არ ვიცოდი, მაგრამ იმ ჩემი სიდებილით მეგონა, რომ ის იმას რო გაუცნობიერებლად აკეთებდა, ის უნდა აპატიო. ანუ მე ჩემი თავიდან ასე ვაკეთებდი და დარწმუნებული ვიყავი იმაში სულ, ანუ გულის სიღრმეში სულ მჯეროდა იმისი, რომ მე ეს ჩემი ესე ვთქვათ სიდებილე და სიალალე და ეს სახის მეორე ლოყის მიშვერა მიმიყვანდა იქამდე, ზუსტად იმ წერტილამდე, სადაც ახლა ვარ. აი ამაში დარწმუნებული ვიყავი ყოველთვის, რომ რაღაცისკენ მივდივარ. ანუ ის ძალა
რომელიც მაშინ ესე დებილურად ჩანდა, სიდებილით ჩანდა, ანუ იდიოტურად ჩანდა, ესე ვთქვათ, რომელიც ანუ არავის არ ეგონა და სხვათა შორის არც მე, რომ მე ამხელა ძალა აღმომაჩნდებოდა, მართლა არავის არ ეგონა, არც მეგობრებს, არც ნათესავებს, არც ოჯახის წევრებს და არც საყვარელ ადამიანებს და მოკლედ მე რომ ამას ასე შემოვატრიალებდი და ეს ძალა ესეთნაირად ამ საკრალურ ცოდნაში წავიდოდა. ხო და აი ახლა ამ დღეებში მომივიდა ეგ ზუსტად რომ ამიტომაც ალბათ ანუ ამიტომაც დამიშვეს კიდევაც ამხელა ცოდნის მისაღებად რომ მე ის გზა აქამდე ამდენი წლის განმავლობაში ანუ ის როგორ ვთქვა ანუ ის იდიოტიზმი თუ სისულელე თუ სიალალე არ დამირღვევია ანუ მე ჩემი მხრიდან სამაგირო არავისთვის არ გადამიხდია ანუ ჩემს გულში და გონებაში სულ პატიობდი იმ ადამიანებს რომ რაღაცნაირად ვეძებდი მათ გასამართლებელ მიზეზებს ყოველთვის ესე ვთქვათ ну ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა თუ რატო გამეხსნა მე ეს დინება და რატომ დამიშვეს ანუ ამხელა ცოდნაზე და ну პლუს კიდე იმიტომ რომ ეს მარტო ჩემი არ არის რომ მოგდის რაღაცა ის უნდა გადმოსცე ადამიანებს უნდა დაეხმარო უნდა მიაწვდინო ну დანარჩენი ახლა ვინც მიიღებს ვინც არ მიიღებს მაგაზე უკვე პასუხისმგებელი მე არ ვარ მე პასუხისმგებელი ვარ იმაზე რომ რაც მომდის ეს უნდა გადმოვცე აუცილებლად თუ არ გადმოვცემ წამერთმევა და აღარ მექნება და ხო აქ არაფრით არის ეგო და ისა რა ქვია სიამაყე არა არავითარი ამპარტავნება არაფერ შუაში არ არის ეს არის ფაქტი უბრალოდ რაც არის ჩემს ცხოვრებაში ფაქტი არის ეს და მოკლედ მალდებული ვარ გადმოვცე ანუ ეს ერთ-ერთი მიზეზია რის გამოც დამიშვეს ამ ცოდნაზე და არის კიდე ბევრი რამე შემდეგ საფეხურებზე რის გამოც გადავდივარ ну რა თქმა უნდა საკუთარ თავზე მუშაობა და ფიქრი და საქციელი მოქმედება და ასე შემდეგ ბევრი რამე განსაზღვრავს უკვე შემდგომ ეტაპებსაც ანუ რატომ მივდივარ ისევ წინ და წინ ანუ რატომ მომცეს უფლება ველის ჰარმონიზაციის რატომ მომცეს უფლება იმისი რომ ენერგია დავაბალანსო რატომ აქვს უფლება იმისი რომ ну დაუბრუნდეს ასე ვთქვათ ყველაფერი რაც საჭიროა და როგორც საჭიროა მოკლედ ეს მინდოდა მეთქვა რა მე თვითონაც ბოლომდე არ მქონდა გააზრებული რატო ხდებოდა ეს ჩემ თავს ეს ყველაფერი და ამ დღეებში ასე თუ ისე რაღაც დონეზე ჩავწვდი მაინც. მადლობა.